დიდი აფეთქებიდან 100 ტრილიონი წლის შემდეგ ამ სამყაროში არსებულ თითოეულ galaktikაში, მათ შორის ცხადია ჩვენს galaktikაშიც, შეწყდება ახალი ვარსკვლავების დაბადება და აქედან გამომდინარე სამყაროში დაიწყება დეგენერაციული ერა. იმ პერიოდში უკვე არსებული ვარსკვლავები კიდევ დიდხანს იარსებებს, მანამ სანამ ბოლოს ისინი შეწყვეტს აქტივობას. ამგვარად, ჩვენს ცივილიზაციას საარსებოდ აქვს მინიმუმ 100 ტრილიონი წელი. 4,5 მილიარდ წელიწადში ქრისტეს შობიდან მოხდება ჩვენი galaktikis, ირმის ნახტომის და ჩვენი უახლოესი galaktikis, ანდრომედას შერწყმა და ერთიანი galaktikis წარმოქმნა, რომელშიც 1 ტრილიონზე მეტი ვარსკვლავი იქნება. უკიდურესად შორეულ მომავალში ეს გიგანტური ელიფსური galaktika, მილკომედა, შეიძლება კიდევ შეერწყას სხვა მცირე, საშუალო ან დიდ galaktikებს. მაგრამ დავუშვათ აღარ მოხდეს მეტ galaktikasთან შერწყმა. დავუშვათ ეს ყველაზე პესიმისტური ვარიანტი. ისმის კითხვა, როგორი იქნება მილკომედას, ჩვენი ახალი galaktikis მომავალი, რომელსაც მინიმუმ 1 ტრილიონი ვარსკვლავი ექნება წარმოქმნის შემდეგ. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭირო ვიცოდეთ, როგორი ტიპის, როგორი მახასიათებლების ვარსკვლავებისგან შედგება galaktikები და როგორია თითოეულ galaktikაში სხვადასხვა ტიპის ვარსკვლავთა პროცენტული შემადგენლობა. აღსანიშნავია, რომ თითოეულ galaktikაში ვარსკვლავთა ტიპების პროცენტული შემადგენლობა ზოგადად ერთნაირია. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.